Hi. დავგიბრუნდით მე და ჩემი მარიამი უკვე ისევა რომ მარიკოს ერთად რა ვიცი ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ ყველა ვიდეოში უნდა რომ გაწეწკნილი გაშლილი თმით მოვედი დედა არ მოგეწონე დედო გეგნა უნდა გაიგეთ რატო საყვარელო გაწკინება აი მე ხა უნდა მოგიყვეთ ხალხო როგორ დამრჩა მარიკო ბაღში აი რა სათაურებს უკეთებენ აი ეს პორტალები და რაღაცები რო არის ამბებს რომელიც მართლა არაფერ კავშირში არ არის ხოლმე შემთხვევაში მაგრამ რაღაცა მარცვალს ნახავი და იმაზე აგებენ აბსურდს ახლა გეტყვით ეს აბსურდი დარჩენ არაფერს ვოჟერები მაგრამ აი ამ სათაურით რო იყოს ხო თქვენ წარმოიდგინეთ მოვედი ცოტა ხანი მიწვექი და დედას ვთხარი რომ დედა მეთქი 4-ზე გამაღვიძეთქო სანამ მოემზადები გადავალ მეთქი და ბავშვს გამოვიყვან ვანცა უთხარი ნიკაპი როგორ მტკივა შენ უთხარი დე ნიკაპი ისე მტკივა ხალხო დედა გასულა საქმეზე მამა ჩემი მაღვიძებს გვანცაო 5-ია ბავშვი ხო გამოყავს ვაიმე 5-იაო აი არა მახსოვს როგორ წამოვხტი როგორ ჩავიცვი როგორ გავიკეცი კიდე კაი რომ მამა ჩემა გადამიყვარა ანუ არაფერი არ მახსოვს ხალხო ვიყავი აი აბსოლუტურად კონტროლ ცენტრავი მოწყვეტილი გავიქეცი არიკო ხო რა საუბრის უფლება მომეცი კარგი ეგ რა არის ხა მოგწონს შენი ცევა მითხარი ვაიმე მირეკავს დედაჩემ კაი ნუ ნერვიულობ კაცო ბაღი ხო 6-ის ნახე მე არ გამაგონებ ვთხარი არაფერი ამ დრომდე არ დამტოვებია ჯერ ბავშვი აი 6-ის აწუთამდე არასოდეს ჩემი ბაღში არ დამტოვებია და ხა თქვენ ხო ხვდებით მე ჩემი გონება რა მდგომარეობაში იყო გავიქეცი ქვეყანა ბავშვები იყვნენ კაცო მაგრამ აი მე ხო იცით რა პანიკიური ვარ ღმერთო გავიქეცი ავადკირებზე როგორ წირო ფეთქი რომ დავატყი ცალი ხო ცალი ყო მეორეზე მქონდა გაშლილი ესე დავატყი ნარლი დაიბნევა წამოვიყვანი მანქანით აი მე ღმერთო რა მეშველი აი ეს არის ანუ აბსოლუტურ დობაში ვიყავით დედაჩემთან რომ გაბახუცებდა ხო მამა ჩემ მაწყნებს კაი რატო უნდა გაეღვიძებინე 4-ზე კაცო ადრეაო ჯერ ხო 6 ნახევრამდე არიან მაგრამ მე რო არ დამიტოვებია თვითონ ვინერვიულე აი ესეთ რაღაცებზე აწერენ ხოლმე ანუ ხვდებით რას გულისხმობ აი ეს დებილი პორტალები იმას რა ქვია არ არსებობს რაღაც და არ ყოფილა აი თითიდან გამოწოვილ სათაურებს და მე გადადით ნახეთ პირველი კომენტარი ხა მაგაზე ხო საერთოდ ვიცენტრები გადადი რატომ აქ ესე მართლა გაწეწილი გადადით აი მაგაზე საერთოდ რა მემართება არ ვიცი ეხა მინდა აღნიშნო გოგოებო მრავალჯერ მithქვამს და კიდე ვილაპარაკებ და სულ ვილაპარაკებ სოციალურ მათხოვრებზე მინდა ვისაუბრო დააპნიე პირდაპირ ვამბობ რომ ნახე მოდი რა მარიკო თუ არ გინდა შენ საუბარი გაიწეთ კი ძალიან გთხოვ ესე იგი ხალხო ბოდი შემცივა და რაღაცა ძალიან ისევა რა ქვია შორშფუთული ვერ ამისკროლავს TikTok-ი, ვერ ამისკროლავს Facebook-ი, YouTube-ზეც არანაკლებ აქაც ვარდება მათი ვიდეოები. არ შეიძლება მარილის დაკნა. დედკო გინდა კომში. წადი შენ ის მოიტანე. შენ თვისა მაგრები გამიკეთე. გაჩედეს. გამიკეთე. რომ არ
არ იყოს. აბატეთ ვერ დავასრულე, იმიტომ რომ შემოვიდნენ. ვერ დავსრულე, ვერ დავიწყე. ყველგან არიან სოციალურ მათხოვრები. ყველგან, ყველა პლატფორმაზე. სულ აი მინდა ხოლმე რა, რომ ვთქვა, რომ დაიბადე, ხო? ოჯახს გაუხატე, აი მამაკაცი და კაცი შეემატა ოჯახს და ბიჭი შეემატა ოჯახს და ავა ქალი დაიბადა და ქალის მანდილი თუ რაღაცა რა ვიცი მე. ამ დროს თქვენ მაგალითად მაპატეთ, მაგრამ კაცობასთან არანაირი შეხება გადაკვეთა არაფერი თქვენ მამაკაცებთან არ გაქვთ. მამაკაცობა კიდე სხვა რამე, ხა ბიოლოგიურად კაცი რო ხარ, ეგ იმას ანიშნავს, რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ხა რატომღაც. თუ შეხედავ, ორი ხელი აქვს, ორი ფეხი აქვს, ენა აქვს ჩემზე გრძელი. არც გონების პრობლემა არ აქვს, რომ მაგიტო ვერ იმუშაოს. მიდი გამიკეთე სავარცხელზე ვერ ავდგები დედა გამიკეთეთ. დავარცხნილი მაქვს უკვე საყვარელო. ხო მინდა. ნახე, საუბრობ. თუ გინდა გამიკეთე, თუ არ გინდა არ გამიკეთო, კარგი? გამიკეთებ თუ არ გამიკეთებ? всё დასრულებული ამბავი. ყველაფერი გაქვს. თავი, ტვიგი, ყველაფერი. და გამაგებინეთ ხალხო, მარტივია TikTok-ზე ფული შოვნა? მათხოვრობით, ძალიან მარტივი. როდის დავკარგეთ ასე უსაშველოდ თავმოყარეობა? ანუ რა იყო ის საკვანძო რაღაც, რამაც დაგვაკარგინა ასე უგზო-უკლოდ თავმოყარეობა. ბიჭო, სარკეში რო იხედებით ხალხო, ქალებო, კაცებო, ვინც ამ გზაზე დგახარ ჩემთვის სულ ერთია სქესი. ვის უყურებთ სარკეში, ვინ გიყურებთ სარკიდან? აი ეს არის სარკე და იყურებით, ვის ხედავთ. ეს ერთოდ ვინმეს ხედავთ. ასე უგზო-უკლოდ თავმოყარეობის დაკარგვა ხალხო, მე აი უბრალოდ არ ვიცი. არ ვიცი ასე უგზო-უკლოდ დაკარგვა, აი არ ვიცი რა. ყველაფერი გიწყობს ხელს რომ იმუშაო, მაგრამ მარტივია. ჩართო ლაივი და აუ ჩამირიცხეთ ახლა რემონტისთვის. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააქვთ უნარი მუშაობის, მაგრამ საკუთარი ღირსება გაქვთ გაყიდული ხაჭაპურზე, შაურმაზე, ტატუზე, რა ვიცი, სეირნობებზე, რემონტებზე. თქვენ გაყიდეთ საკუთარი თავმოყარება აი ამაზე. გაჭირვება არ გქონია? თქვენი აზრით, აი მაგალითად მე. გაჭირვება არ გქონია ვიღაცას. მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ რამდენია, ანუ სოკოები მრავლდებიან ეს ადამიანები და რამდენი ადამიანია, ვინც ამ საქმით არის დაკავებული და კიდე რომ მივემატოთ, ანუ არ ვიცი, სრული განუკითხაობა იქნება, ისეთი ამბავი იქნება სოციალურ ქსელში. TikTok-ზე შესვლას აზრი აღარ აქვს, ხა, იმიტომ რომ მუდმივ რეჟიმში უკვე ეს მათხოვრული ლაივები გადის, ან ვიდეოები და აი ხანდახან ვფიქრობ, რომ რა აზრი გვინდა წავშალ, უბრალოდ ჩემ საქმეს ვაკეთებთ და თორემ ალბათ წავშლიდი. ანუ დედა რო გეტყვის, ნახე, მარიამ, შვილო. დედა რო გეტყვის, რომ მე ვსაუბრობ, მარიამ. და მე არ მინდა თმის დავარცხნა. რატომ აიძულებ რომ დავივარცხნოდე? ამ ერთხელ ავდგები და სხვა დროს დედიკო მე რომ არ მინდა ნიშნავს არ მინდას, გესმის? და შემე არ უნდა მაიძულო. ინებე მე არ ვიცი ხალხო. და კიდევ მანიპულატორებით არიან გაჟღენთილები, რომ მეო ერთ ვამრავლებო და რა იყო ერთი ლარი ჩარიცხო გენანებაო? კი, მენანება. კონკრეტულად შენთვის კი არ მენანება ადამიანო. ვიღაცა ხარ, პეტრე, პავლე, შოთიკო, ლამზირა, ვინც გინდა იყავ რა მნიშვნელობა. კონკრეტულად შენთვის კი არ მენანება.
მინანება ჩემი ნაშრომი გადაურიცხო ვიღაცას იმისათვის, რომ მან შეიძინოს მაგალითად, რა ვიცი, ხუმელი, აეროგრილი და რაღაც, იმიტომ რომ ეს ბიზნესად გაქვთ ხალხო გაჭირვება ქცეული. ბიზნესად. სახლები გაირემონტეთ, იქ ტექნიკა შეგაქვთ, იქ ავეჯი და უკაცრავად რა. ბუდიში. ჩვენ იცით რამდენს მუშაობთ ადამიანები, ვინც ვერ დავკარგეთ ღირსება. როგორ დაკარგეთ, მე არ ვიცი, მაგრამ ვერ დავკარგეთ. რა გაჭირვება არ გამომივლია, მაგრამ ვერ დავკარგე. ის ზღვარი ვერ გადავლახე, ვერ გადავაბიჯე, არც გადავაბიჯებ, არც სურვილი მაქვს და ჯვარი მწერია. როცა შეგიძლია, რომ ყველაფერზე ხელი აიღო, ხარ სოდო. ადამიანი, რომელიც ითხოვს მოწყალებას, მისთვის არ მენანება. მაგრამ ადამიანი, რომელიც მათხოვრობ TikTok-ზე, Facebook-ზე, 20 თეთრი დარჩე, ხა და ამისთვის ვაგროვებ თუ საათი მინდა თუ რაღაცა, ხარ ჩვეულებრივი მდაბიო მათხოვარი. თორე ადამიანი, ვინც სულ ყავს მაგალითად ვაგზალზე ქვემოთ ზის ცალფეხა მამაკაცი და ხედავს ხოლმე ცალი თვალი დახვეული აქვს ცალი უკეთილ შობილეზე ამ რო შეხედავ უკვე ყველაფერი ცხადია არ მენანება არც ერთი თეთრი აი ეს ის კაცია მარიკო რო გიждდებოდა ხოლმე და ყველა ჩავლაზე ფული მივცეთო რომ თხოვდა არც ერთი თეთრი იმიტომ რომ ის ითხოვდა მოწყალებას ითხოვს მოწყალებას იმიტომ რომ მას უბრალოდ არ გააჩნია მუშაობის არანაირი პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ეს ყველაფერი რითიც შეიძლება რომ რაღაცა აქ თუ ხარ შეშმოპირი და ასე შემდეგ ძალიან რთულია ცხოვრება ძალიან რთულია სადმე დასაქმდე გააჩნია ხო ეხლა რა საფეხურზე ხარ ყველაფერს თავისი ის აქვს მაგრამ სად უნდა იმუშაოს ადამიანმა რომელსაც აქვს ცალი ფეხი და ანუ სად იმუშაოს თქვენ ადამიანები რომლებსაც ორი ფეხი გაქვთ ორი ხელი გაქვთ და მათხოვრობთ ახალგაზრდა თაობა რა ვიცი არ ვიცი და გეხვეწებით რა აი რო აწერია ხოლმე არხის განვითარებისთვის ფულის ჩასარიცხი ანგარიში თქვენც ხართ მათხოვრები ჩვეულებრივი მათხოვრები ხართ რომელი არხის თუ შენ მართლა განავითარებ მაგ არხს მაშინ არ ხარ მათხოვარი და თუ შენ იმ ჩარიცხული ადამიანების ფულს გამოიყენებ საერთოდ სხვა რაღაცა შენ პირად რაღაცებში და საერთოდ განვითარებასთან ჩავლილიც კი არა გაქვს ხარ ისეთივე უთავმოყარო მათხოვარი ეხლა ვინც გინდათ გამომლანძღეთ ვინც მიგინდა რაც გინდა ის მიგენით თუ ადამიანებს იმის პრობლემა აქვთ რომ წამლის ფული არ აქვთ შვილისათვის ოპერაცია გასაკეთებელია სადღაც წასაყვანი ყავს შვილი და თავს იკლავენ დედები და 10,000 ბოდიშით გწერენ შენ ვიღაცა რომ გამოჭიმო ხარ ამ TikTok-ში და რომ ათხოვრობ თავმოყარეობა ხალხო თავმოყარეობა ჩაიხედეთ სარკებში ჩაიხედეთ ყველას ხო გაქვთ სახში სარკე გექნებათ დარწმუნებული ვარ ვის ხედავთ ვინ გიყურებთ იმ სარკიდან არ ვიცი ვინ უნდა გიყუროთ იმ სარკიდან თავმოყარეობა ნუ დაკარგეთ საერთოდ რა ასაკიანებზე როგორ ღარ რა უნდა ვთქვა ხალხო ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები მათხოვრობთ ახალგაზრდები ყველაზე ცუდი არის ის რომ ბიჭი წერდა რომ ლარიანიო მაკლდებო სიგარეტზე და ხალხო უცებ ჩამირიცხეთო მათხოვარი ხარ შვილო უთავმოყარეო ღმერთო ჩემშვილს ჯვარი დაწერა შენაირი ადამიანი ცხოვრებაში არ შეხვდეს არ შეყვარებულად არც ქმრად და ჯვარი წერია რა ვიცი ალბათ 5 პანჩური თვცემ არ ვიცი თქვენაირი ადამიანები ჩემთვის არიან რავი როგორ მიუღებლები ვერც გეტყვი ვერც აკიხსნით არ ვიცი რაღაცა ხონდა არსებობდეს აი ბლოკავდნენ ამ ხალხს ან
არ ვიცი რაღაცა, არ ვიცი. უმრავლესობას ვბლოკავ, მაგრამ იმდენად სწრაფად მრავლდებიან, სანამ შენ დაბლოკა, უკვე ახალი მათხოვარის პარტია მოდის. არ ვიცი. პირდაპირ ვიტყვი, არასოდეს თავში აზრად არ გამივლია, ეხლა მე TikTok-ში დავჯდები და რა უჭირს თუ რაღაცა. აი მაგალითად ეხლა მე რომ ტელეფონი მჭირდება ჩემი ვიდეოებისთვის, ისეთი როგორც საჭიროა, რომ აი ხა მე რა უცებ ჩემ. არა, აი თავში ხალხო აზრად ხო გივიდეს. არ მომსვლია. ვიღაც რო წერთ რომ მე რა მრავალშვილიანია თუ რაღაცა ერთს ამრავლებს, გაჩვდით ხალხო სირცხვილია რა. გაჩვდით. ესეთ რაღაცებს მოამბობთ. ეგ რა ვიცი, გონი ეგ ეპოქა დიდი ხნის წინ დამთავრდა, აი დებილური ეპოქა, რომ აი ერთს ამრავლის და აში და ეხა დაუბრზრიალდეთ ყველამ და რატომღაც ვიღაცა თენგიზა ვარჩინოთ. იმიტომ რომ არის გაზოლუქებული, რომელსაც მოსწონს პროცესი ცოლფრული ურთიერთობის, მე ამ ყველაფერს დაუცველობის გამო მოყვება ორსულობ და აბა მიდი დავესიეთ ეხლა. ძალიან კარგია და მე უდიდეს პატივს ვცემ ყველა მრავალშვილიან ოჯახს. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენთვის, მაგრამ ბიჭო, შენ რო შვილი აჩინო, მე რატო უნდა გარჩინო? მაგას ვერ ვხვდები ვერაფრით, არსებობს სახელმწიფო. ბატონო, თუ სახელმწიფო არ გაკმაყოფილებს, შეიბრალი არ არის და მე არ ვარ ვალდებული არაფერში. თან ხო გეჭხუბებიან, რომ რა იყო, არ შეგიძლიათ. აი ამ ტონით რომ საუბრობთ, ხალხში იწვევთ გახესიანებას. ამიტომ არის, რომ რაღაცნაირად ხალხს გაუცივდა გული და მათთვის ეხლა შე მრავალშვილიანი ხარ, რა ეს სულ არ აინტერესებთ, გაცივდა ხალხი. უკვე იმდენი მწერს დოდონას ბლოგზე, რომ აი ნახე, არის მრავალშვილიანი, მიყრიან ფოტოებს რა პირობებში უწევთ ცხოვრება და დამერწმუნეთ, ეს პირობები მართლა არ შეესაბამება პირობებს და არ უნდა ცხოვრობდნენ იქ ადამიანები და ცხოვრობენ, ხო, ფაქტია. ყველგან წყალი რო ჩამოსდით და რაღაც და დაუშვათ ეკითხები, რომ რამდენი შვილი ყავთ. პასუხებენ 5-6, კაი რაღაც. თუნდაც 4 არ აქვს მნიშვნელობა და ფოტოზე ხედავ ახალ დაბადებულ ბავშვსაც. ანუ ეს ის ამბავი კი არ არის, რომ მერე დაემართათ, მერე დაინგრათ სახლით ურაზე. არა, ეგრე იყვნენ და ამ იმაში, რა ქვია, სიღატაკეში, ამ გაჭირებაში, ამ შიმშილში კიდე ბავშვი დაიმატეს. მერე ახარ მაქვს არანაირი სული პოსტის დადების. რადგან მერე აუდიტორია არის აგრესიული ჩემს მიმართ, რომ რატომ დებ ასეთი ოჯახების რაღაცებს, ფოტომასალას და ყველაფერს, რა თქმა უნდა, არაფერი დამალული არ არის. მაგაჯობია დადო, ვისაც უჭირს წამალი თუ რაღაც მოკლედ და ვეთანხმები. იმიტომ რომ ჩემშიც იწვევს უკვე აგრესიას. მე არ ვიცი, ჩვენს იმედად ხალხო ნუაჩენ ჩვილებს, ჩვენს იმედად ნუაკეთებთ რაღაცებს. ადამიანებს დააცადეთ რა ცხოვრება, თქვენი ცხოვრებითი ცხოვრეთ. რაღაცნაირად მოდათ ნუაქციეთ, კაცო, ეს მათ ცხოვრება რატო, თორე კი აი მართლა ახალგაზრდა ბიჭო დაწერს, რომ 2 ლარი მაკლდება ხაჭაპურზე და აბა თქვენ იცით ხალხო და აბა ასე სირცხვილია, რა ვიცი, სიტყვა სირცხვილის განმარტება თუ არის, ხა გეყოლებათ სახში ვიღაც რამენაირად, რომ აგიხსნათ, რომ იცი რა არის ესეა. ნამდვილად სირცხვილია. ასაკიაზე ვეღარ უბრაზდები. იმდენად ბევრი ახალგაზრდა, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, რომ ასაკიან ადამიანებს უბრალოდ ვეღარ უბრაზდები, რომ ასაკიანები იქნებ ვერ მუშაობს, თუ რა აქვს მნიშვნელობა. ხო და ნუ კაი არა უშავს. ვეღარ უბრაზდები. აი რაღაც არ მიმაჩნია არასწორად რა. სადღაც ხონდა დასრულდეს კაცო, რა უბედურება, აი გეუბნებით, ყველა მეორე 100 ქროლაზე ახალი მათხოვარია. რა ვიცი, ეხლა თქვენ თუ გნებთ მათხოვარს, ნუ უწოდებთ თქვენ რაც გინდათ ის უწოდეთ, ჩემთვის 100-ია. კიდევ ვიმეორებ, ადამიანები, რომლებიც ითხოვენ მოწყალებას და ხედავთ ჩვენ,
ქუჩებში და ასე შემდეგ, ეს ადამიანები ჩემში არ იწვევენ აგრესიას. თუმცა მანდაც არიან ადამიანები, აი მართლა კაცო შეხედავ არაფერი არ უჭირს ადამიანს, აი არაფერი. და ნუ უბრალოდ ზის რა, რაღაცა ის აპოი აქვს თუ რაღაცა და აი ახალგაზრდა ბიჭი რომ მაგ დონემდე ხარ უკვე მისული, რომ წევხარ ვაგზალზე. ნუ რა დონეზე ვილაპარაკო და კატეგორიაზე ახლა ხო? არ ვიცი ხალხო, სულ გავაფრინეთ რა, აი რატო თორე კი, რატო უნდა ვიქცეთ, აი რა თიცი შაურმაზე გაცვლილ თავმოყარეობა შელახულ ადამიანებად, როცა ჩვენ გვაქვს თავმოყრება არ გვაქვს. რა ვიცი. ყველა ერთნავში ვერ ვისხდებით რა თქმა პირში და ყველა ერთი იმას, მაგრამ ფაქტი ერთი ხო არის, რომ ვერ ვაბავთ თავბოლოს, რომ ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ, ხო? მე თუ შემიძლია რაღაცას გავუმკლავდე, რაღაცას მივხედოთ, ყველას თავისებური გზა აქვს, გასავლელი, ყველას. მე რო ახლა დავიწყო ჩემს პრობლემებზე საუბარი, დამიჯერეთ. რა ვიცი, რამდენი ნახვა ექნება. მაგ სათაურით რო დავდო, არაჩვეულებრივი ნახვები ექნება. არაჩვეულებრივ თანხას დამიწერს საბოლოო ჯამში თვითონ ეგ ვიდეო. და საერთოდაც ძალიან ბევრი რამ რო გამოვიტანო სააშკარაოზე. არის რაღაცები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ეს ჩარჩოში და არის რაღაცები, რაც უკვე ჩვენია და რასაც ხედავთ კიდეც და გიზიარებთ. მაგრამ ყველაფრის გამოფენა ჩემთვის რა ვიცი, არ არის რა მიზანშეწონილი. არავის სიმართლე გითხრათ ახლა. კი, რეიტინგს წერს. ხა რა თქმა მაგას თქმა რომ რეიტინგს წერს, მაგრამ ყველაფერს ვერ გამოვფენ, იმიტომ რომ ჩემია რა, ხო ხვდებით და ძალიან ძვირფასია, ძალიან პირადულია და მით უფრო პირადული უკვე ორის არის ოჯახი ხართ, სამის არის და ყველაფერი არ არის რა. ხოლო შე ვერ გადაწყოთ რაღაცებს, რომ ხა ბლოგს ვიღებ და ვიტყვი თუ რაღაცები თუ არა. თორე ყველას გვაქვს სახში ხალხო პრობლემა, ყველას. რაღაცა გვაქვს, ვიღაცას რაღაცა წუხებს, ვიღაცასთან იკამათა, მე შეიძლება რა ვიცი, აი ჭიქარ რატო დევს და რა ვიცი, იდოს რაც გიშლის და შეიძლება ამაზე მიხელა დრამა დავდგარო, რა ვიცი, მე გააჩნია რა ხასიათზე ვარ, ხო ხვდებით? აი რაღაცებს ვერ გამოვიტან. ეს არის ძალიან ყოველდღიური და ეს აი როგორი თემაა, იცი ხა, ორ ადამიანს ეხება და ვერ გამოვიტანა ეგეთ რაღაცებს. და რა ვიცი ხა, სიმართლე გითხრათ, მე დებილება ეს რაღაცებს გამოტანა. აი ძალიან ისე რომ აი ხა ამაზე ვიკამათით, დავჯერეთ თქვენთან და ამაზე მე ვილაპარაკო. ჩემი გადმოსახედით რაღაცა ვერ ჯდება ჩემში. ვიღაცისთვის ძალიან ბუნებრივი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის არ ჯდება, ხვდებით რა. მაგრამ ეს იმას კი ანიშნავს, რომ მე თქვენთან ის არ ვარ, რაც ვარ. არა, უბრალოდ არის რაღაცა დეტალები, რაც ოჯახის არის კაცო და ოჯახის ოჯახთან უნდა იყოს რა, ეგეც დეტალები. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც მოხდა რა, უამრავი რამ იცით. რაზეც მისაუბრია, მიტირია კიდეც ხო ძალიან ბევრ რაღაცაზე. რო საუბრობ ადამიანი ემოციურად ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ ეს ცრემლით წამოგივიდეს, მაგრამ ძალიან ბევრ ღრმა დეტალს, რა თქმა უნდა, არ და ვერ ვიტყვი და არ ვთვლი საჭიროდ. ღია ვარ, მაგრამ არის თემები, რომლის კარიც ვერ გაიღება რა. ნელა საყურე კაცო. საიდანაც გადავედი. დავაწყო. აი მე მიდიდედი კორგო მткиვა. თავი აი კარგია. აი მე რა კარგი. აი მე რა კარგია. აქედანაც რა დედიკო. სისხლს არ გაიხსნესო და. აი მე. იდეალური. ელამასი ხა. აუ მაგოც ერთი ჩემოსი. ვაიმე კიდევ რა გეხვეწე. დღეს იყო ჩემი რეჟისორი მოსული სამსახურში ჩვენთან. თვალები მეწვის ძალიან კარგი
მითითებები ზოგადად მოგვცა, არ ვიცი, დამარცხნე. ძალიან ბევრი სასარგებლო მითითება მოგვცა ზოგადად. აი ასეთი ადამიანები, რომელსაც ბევრი რამ იციან. იმ სფეროში შენთვის მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გამოიყენო და ამ შესაძლებლობებს ესე ვთქვი ჩაეჭიდო რა. ხო და ძალიან კარგი რა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით იყო მოკლედ შედგა საუბარი. აი რატომ აქ ნერვოზი ხარ? აი მან ბოლო მომიღო და მიმანაგა. ბავშვის განვითარებისათვის რამდენიმე თამაში, რაღაცები გითხრა რა როგორ უნდა გავაკეთოთ, რანაირად უნდა გავაკეთოთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის და ასე შემდეგ. ხო და სიამოვნებით ასე ვთქვათ მოусმინეთ და მე მით უფრო ხო ვაფრენ ჩემ რეჟისორს. ხო და გაფაცისებით ვუყურებ. ვაიმე ნელადე. ანუ ძალიან წარე რატომ მივიდა ცოტა ვერ გავიგე ეს ხალ. მიდიდე. ჩემ წარე? აი მე ჩემოს. პირშად ჩამიდო კაცო. აი მან დავმარცხნე. აი როგორ მინდა იციდე. მაგრამ მაგიდასთან ხო იცი რომ არ მიყვარს, იმიტომ რომ სულ დაიყრება და მე ჩემი წიკები მაქვს კაცო. მიდი. აი მე დედა რა უქნა ბავშვს. რა გავაკეთო? აი ესეთი ამბები გოგოება, ამაზე მინდოდა საუბარი ბიჭო. ვიზახი, აი სოციოქსეში ვერ შევსულა რა უბეთურება არ არის. გაგიჟების პირას ავართ ყველანი. მე არ სახეზე რატო ისვა? საყვარელო, მოდიდე. დედიკო, არ გინდა ლექსი უთხრა რა ისწავლე და ჩემო სიცოცხლე, მოდი ჩემთან. მითხარი დე რა ისწავლე, ხო, ჩემო სიცოცხლე, შეგიძლია მითხრა? მითხარი დედიკო. აბა გაიხსენე. Krisa, 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 ezagari krisa, შემოდგომა წამოყარა, ფოლებისა ძირსა, ჩხალი და დამი, იბიუებე, თვირსა, თვიმამოდის, აკაკუნებს ძირსა, შემოდგომა ჩამოყარა, ფოლებისა ძირსა. ოჯახ ჩემო სიცოცხლე. დედი აღარ მაქვს ჟელიბონი. ჟელიბონი აღარ გვაქვს და ეს რა მითხარი დედიკო? ჟელიბონი აღარ რა არის რა ხდება. მოდი დედმა გამიკეთე რაღაცა, აი არა ამ ქვეყნიურად გამოვიყურები. დღეს ყავა არ დამილევია და არის უკვე 7:05 წუთი. მე ყავას პირველად სვამ. ძალიან მაღალი იწნევა მქონდა გასაკვირად. შესაბამისად ის არის. აი იმიტომ ვიყარ. ცოტა სიზღძაღი გავავარჯიშოთ. ცოტათი. თუმცა ესაყურე, გინდა ასაყურები რომ სელოში გავიკეთო. რომელი ჯობია? რომელი? იქითადე. ესა? ეგეცდე. დედკო ახლა ჯერ ეს და მერე ეს. ახლა პრობლემა რა არის? იცით, მინდა ყური გაუხვრდო, მაგრამ ხა გვეტება აქეთ, რომ სხვადასხვა საყურები ეკეთოს და თქვენ წარმოგიდგენიათ ამაზე რომ მოთხოვოს ჩემი ვირო გავუკეთო. ანუ შენ რა მოთხოვა? კარგია, შენი საყურები თუ ჩემი საყურები? უნდა მომთხოვო? აი მე ყველა ჩვენი პრობლემები გვაქვს სახლში, კი არა ზოგადად ყველა ადამიანს ხო? კარგი. რა კარგია თქვენთან ჭურა. ჭურაობა? რა ჭურაობა გოგო? მეთქი წაღანაც მინდოდა ყავა, მაგრამ მოდი ცოტა მას ვიზავთ ხო რა ქვია. ბავშვი რომ მომყავდა.
ბავშვო მოიყვან ცოტა სიმასვე ზალმეთქი რაღაც საქმე მქონდა და მერე ბარემ ჩემს გოგოებთან ერთად ყავას დავლევ მეთქი ვიფიქრე. ხო და ამიტომ გადმოვწიე ცოტა 1 საათით ასე ვთქვათ. სალოში უნდა წავიდე და მოვემზადო. სად მიდიხარდე? სალოში. ой მე ჩემოსი ცოცხლ. იდეები მომაწოდეთ ფრენჩის. თვის ბოლოს უნდა გავიკეთო. აი ტვინი წამიყო. აი ჭკილება ტვინი წამიყო ოფიციალურად. იმიტომ რადგან უკვე მუდმივად ვარ სამსახურში. მიჩენერ ბარემში გავიკეთე დავისვენო 1-3 კვირა. 3 კვირა თუ გამეძლებს ისა. მაგრამ 3 კვირაზე ადრე არ მოვიხსნი. ხო და მე დავასვენებ 1 კვირა და მე ნახოთ თუ არ დამიზარა გავიკეთებთ. ნუ აი ესე რომ ვიკეთებ სიამოვნებს ახლა თავი რომ მდგება ესე რომ ვიკეთებ. აი რა ბედნიერება. აი. მოკლედ. მადლობა მოუხადე რომ გვიყურეს. მადლობა. დიდი მადლობა რომ გიყურეთ მე და მარიამს. ძალიან დიდი მადლობა. გეჯინება. ჩემებთანაც ჩავატარე ეგრეთ წოდებული გამოკითხვა. დედიკო, გეჯინება. კიდე. როგორ? არ ვიძინებ, დედი, უბრალოდ მეძინება თორე, აღარ ვიძინებ შვილო. უიმე დედა. iPhone-სა და Samsung შორის და უმრავლესობამ დამიწერა რომ iPhone-ს აქვს მეხსიერების ნელა Samsung-ს ანუ ცოტა მეტი აქვს, მოკლედ რომ აღარ მივიდო და მოვედო. მაგ მხრივ ძალიან კარგიაო, ანუ უმრავლესობა გადაიხარა Samsung-ზე, ჩემებზე მაქვს საუბარი. მეხსიერებასთან დაკავშირებით. თორე iPhone-ით მაქვს მე ერთი ვიდეო გადაღებული ჩემი შვილის ტელეფონით, ანუ აი ფანტასტიკური კადრები. და ხა მაგაზე გაძლიერებული თაობა ხო ხვდებით რა იქნება, მაგრამ ნუ ადგილთან დაკავშირებით Samsung-ს უფრო აქვს. რა ვიცი, ესე წერენ და ვერ გეტყვით. რომ მომაგისი დრო 3 თვეში მაგებს მე ყველაფერს დეტალურად. აი მე დედა იქაც კი გავიგებ. მაგრამ ის არის. ნახოთ. აი მე თავი ამაც რო ჩვეულებრივად. ვანჩა მოდი ეს წაგისმა. აჰა, ამ. გოგო, ოღონდ არ წაისორო. კაი. ეს ვქნათ. ამისვიდე. წაგისმე. აჰა. Ექტუჩის არის. მეყოფა. შემოხედება მიხდება? კი. მიხდება? კი, ლამაზად. კარგი, დიდი მადლობა რომ გიყურეთ მე და მარიკო.